წერალთა სახლში ახალი პროექტი სახელწოდებით ამბავი ცისფერ ყანწელებზე დაიწყო. ლექციათა ციკლი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ თემატიკით. შეხვედრები წერალთა სახლში ყოველ პარასკევს 17 საათზე იმართება. ორგანიზატორთა განმარტებით ლექციებისა და ვიზუალურ გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით პროექტი მიზნად ისახავს გააცოცხლოს და მსმენელისთვის ხელშესახები გახადოს ცისფერ ყანწელთა მოღვაწეობა. პროექტი 8 თემატურ ლექციას მოიცავს. ლექციებს უძღვება ლიტერატორი ნინო ჩხიკვიშვილი. პროექტში მონაწილეობენ მსახიობებიც. პირველი ლექცია უკვე გაიმართა. მორიგი შეხვედრა 28 თებერვალს შედგება. ამ პროექტის მიზანი არის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ცისფერ ყანწელები. ეს არის ერთადერთი ლიტერატურული მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომელიც აერთიანებს პოეტთა და მწერალთა ჯგუფს. და აი ამის, ასე ვთქვათ, სულისჩამდგენი გახდათ პაოლო იაშვილი და 28 თებერვალს სწორედ პაოლოზე გვექნება საუბარი. წელს საიუბილეო წელია, მაგალითად კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძის 2 თვის განმავლობაში ყოველ პარასკევს 5 საათზე ველოდებით ყველას, ვისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანია ცისფერ ყანწელების შემოქმედება, მათი ბიოგრაფია, დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია ნებისმიერი თაობის და ნებისმიერი ასაკის ადამიანებს ველოდებით, მოსწავლეებსაც და უფროსი თაობის ადამიანებსაც, რომელთათვისაც შეიძლება ნაცნობია ცისფერ ყანწელები და ძალიანაც უყვართ და ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ამ ძვირფას სახელებს. პროექტი პირველად ხორციელდება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა წერალთა სახლის დირექტორს ქეთი დუმბაძეს. ხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს სათვალის შერჩევა და მორგება სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს. როგორ შევარჩიოთ სწორად სათვალე, დასაშვებია თუ არა მისი თვითნებურად შერჩევა და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. ამ საკითხზე გვესაუბრება ოფთალმოლოგი რევაზ ბეზარაშვილი. მისი განმარტებით, არასწორად შერჩეულმა სათვალემ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტკივილი, დისკომფორტი, ბუნდოვანი მხედველობა და თვალების დაძაბულობა. ოფთალმოლოგის განმარტებით, სწორი კორექცია აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, სადაც მხედველობის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისი თქმით, სათვალის ან კონტაქტური ლინზების შერჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური ოფთალმოლოგის მიერ ზუსტი გაზომვებისა და პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. სათვალის სწორად შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა ნებისმიერ ასაკში, უფრო მეტად კი ეს არის ბავშვთა ასაკი, რადგან ბავშვები აქტიურ განვითარების პერიოდს გადიან, მათთვის დასწავლა და კითხვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო როდესაც აქვთ რეფრაქციული მანკები, რაც გულისხმობს მიოპიას, ჰიპერმეტროპიას და ასტიგმატიზმს, აქვთ პრობლემა და არა აქვთ სწორად შერჩეული სათვალე, ან აქვთ სათვალე, მაგრამ ეს არის თვითნებურად შერჩეული, აწყდებიან პრობლემებს, რა პრობლემების გულისხმობს კითხვის გაძნელებას, კითხვის დროს დისკომფორტს, შენელებულ კითხვას, ამ დროს ეზარებათ კითხვა, არის დაკავშირებული დისკომფორტთან და რა თქმა უნდა დასწავლის პროცესიც არის ტანჯვასთან ასოცირებული. ხოლო რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ეს არის თქვათ მოზრდილობა შუახნის პერიოდი, ამ დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სათვალეს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დისკომფორტი, ვერ ხედავდნენ კარგად, ან ოდნავ აუმჯობესებდეს მხედველობას, მაგრამ იყოს ბურუსი, რაც ასევე დისკომფორტს გულისხმობს ცენტრალური ნერვული სისტემის, აქვთ თვალები ყოველთვის მუდმივად დაძაბული, ჭუტავენ თვალებს და ენერგიის ხარჯვა იმდენად მეტია, რომ ესე ვთქვათ, სულ დაღლილები არიან. სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეგრეთ წოდებულ ზარმაცი თვალის სინდრომზე. რევაზ ბეზარაშვილის განცხადებით, ამ მდგომარეობის დროს სწორად შერჩეული სათვალე მნიშვნელოვანია, რადგან არასწორი ოპტიკური კორექციის პირობებში სწრაფად შეიძლება განვითარდეს ზარმაცი თვალის სინდრომი. რაც შეეხება ამბლიოპიას, ანუ ზარმაც თვალს, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზას, რადგან არასწორად შერჩეული სათვალის
დროს შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზარმაც თვალის სინდრომი ბავშვთა ასაკში, მოზრდილობის ასაკში, ხოლო აი 14-15 წლის შემდეგ ჩამოყალიბებულ ზარმაც თვალს უკვე ძალიან ძნელად უშველით ხოლმე და ყველაზე აქტიური პერიოდი არის მაინც 13-14 წლამდე. სპეციალისტის განცხადებით, არასწორად შერჩეული სათვალე არა მხოლოდ დისკომფორტს იწვევს, არამედ შეიძლება გახდეს სერიოზული მხედველობითი პრობლემების მიზეზი მომავალში. მან მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია სპეციალისტმა შეარჩიოს კორექციის საშუალება, ეს არის კონტაქტური ლინზა თუ სათვალე, რადგან სათვალე იყოს ზუსტი, არ ქონდეს დისკომფორტი ადამიანს, პაციენტს და კითხვის დროს თუ შორმანძილზე, მაგალითად ნებისმიერი საქმიანობის დროს არ ქონდეს არანაირი დისკომფორტი და თავს გზრუნდეს თავისუფლად. სოიოს ზეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს კულინარიაში. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთელს მსოფლიოში. სოიოს ზეთს აქვს მრავალი სასარგებლო თვისება, მათ შორის გულისა და კანის ჯანმრთელობისთვის. ამ საკითხზე სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ ყოველდღიურ რაციონში გაჯერებული ცხიმების პოლიუჯარი ცხიმებით ჩანაცვლებამ შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი 10%-ით. ერთი სუფრის კოვზი სოიოს ზეთი უზრუნველყოფს 25 მიკროგრამ კავიტამინს. სპეციალისტების განმარტებით, კავიტამინი მნიშვნელოვანია სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად და ცვლების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. სოიოს ზეთი ასევე მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. კვლევაში 252 ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვება მაჩვენა, რომ ერთი სუფრის კოვზი სოიოს მიღება ყოველდღიურად ზრდის ომეგა-3 დონეს სისხლში. ეს კი მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის, ტვინის ფუნქციონირებისთვის და იმუნიტეტისთვის. სპეციალისტების განცხადებით, სოიოს ზეთს შეუძლია შეამციროს ანთება, გულის დაავადების განვითარების რისკი და კიბო. სოიო შეიცავს კანისთვის სასარგებლო ვიტამინებს და შეიძლება ხელი შეუწყოს აკნეს და დერმატიტის შემცირებასაც.